მოვთხოვო პროფესორ უგზალ ვარდაველიძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ბატონი უგზალის მოხსენება ეხება გენუის რესპუბლიკის პოლიტიკას შავიზღვისპირეთში, სებასტოპოლისის, ანუ ცხუმის კათოლიკურ ეპარქიას, მის წარსულს და აწმყოს როგორ დამომავალსაც. ჩვენ ხელში არ არის რა პრობლემა. მოგესალმებით. Ყველა ჩემთვის დიდი პატივი ამ ფორუმზე, სიმპოზიუმზე გამოსვლა. ეს პირველი სიმპოზიუმიდან მონაწილეობ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ორგანიზატორებს. მე თვითონ 25 წელია ამ საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების ორგანიზატორი ვარ და კარგად ვიცი რა პრობლემებია, რა სიძნელებია და ისეთ რაღაც დეტალებს ხედავ ხოლმე, რაც ისე გარეშე თვალით არა ჩანს და მართლა მინდა რომ აღნიშნო ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმია საქართველოში. თქვენ ამისთვის დიდი მადლობა. დიდი მადლობა მასპინძელ უნივერსიტეტს და ჩვენ თარჯიმნებს, იმიტომ რომ მათი დიდი დამსახურება არის რომ ყველასთან მივიდეს ეს საუბარი. ეხლა პირველი რატო ავირჩიე ეს თემა, იმიტომ ძირითადად მე უფრო სხვა კუთხით მოიშოვებ ეს საბჭოთა პერიოდში რელიგიური ორგანიზაციები და ეს საბჭოთა პოლიტიკა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ, მაგრამ აი ამ ბოლო ვითარებამ რაც არის ჩვენთან ამენ მიბიძგა რომ ეხა ევროპის მცოდნეობის სტუდენტებს ვასწავლი, გვაქვს შეხვედრები ხოლმე დავდივართ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებთან და მაგალითად თქვა ახალციხეში, ზუგდიდში თუ იქ საკმაოდ კარგად არის ეს თემა, ესე თქვა ატაცებული საქართველოს ევროპის ინტეგრაცია, მაგალითად მოხდი ზოგიერთ უნივერსიტეტში, რომ იქ გაგონებაც არ უნდა და ისევ კიდე სტალინი და ის ახსოვთ, რა ქვია, რუსეთთან ურთიერთობებზე ოცნებობენ. ამიტომ ჩავთვალე, რომ ეხლა აი საქართველოს, ევროპა და ეს ქართულ ევროპული მრავალსაუკუნოვანი ისტორია მართლა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნიდან თქვათ ის ბერძნული ახალშენები ჩდება და უამრავი მასალა გვაქვს თქვათ. არქეოლოგიური არტეფაქტები, ყველაფერი ისტორიული მასალა, თუ როგორ საუკუნეების მანძილზე ეს ურთიერთობა იყო. ასევე გაისად მომავალ წელს 25-ში არის 1700 წელი ნიკეის პირველი მსოფლიო კრებისა. ხო, სადაც აი ქრისტიანობა დაფუძნდა როგორც ოფიციალური რელიგია. და იქაც სხვა შორის ბიჭვინთიდან იყო წარმომადგენელი დელეგატი, ესეთი ეპისკოპოსი სტრატოფილე, რომელიც აი ამ პირველ კრებაზე იღებდა მონაწილეობას. მაგრამ შედარებით ნაკლები არის შესწავლილი შემდგომი აი შუა საუკუნეების პერიოდი და აქ ჩავთვალე რომ აი ეს გენუელების ყოფნა შავი ზღვისპირეთში და ნუ კონკრეტულად საქართველოშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვაჩვენოთ ეს ურთიერთობა როგორ იყო. იმიტომ რომ აქ მარტო ის კი არა თქვა 200 და მეტი წლის განმავლობაში რომ გენუელებს თავისი ეს სავაჭრო ფაქტორიები ჰქონდათ, აქტიურად თანამშრომლობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. იქ მარტო ქართველები არ არიან, მთელი ჩერქეზეთი და ეს ყირიმი, ჩერქეზეთ-აფხაზეთის მხარე საქართველო. მაგრამ ამისა ძალიან საინტერესო, აი კვლევის დროს ნახე, რომ ის ეპარქიები, კათოლიკური ეპარქიები, რომელიც შეიქმნა და აქ ყოველ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე რაც იყო ეს აბაზგიის, სებასტოპოლისი, ანუ ცხუმის, სოხუმის კათოლიკური ეპარქია. ეს აი ხა თბილისშიც იყო ხო ეპარქია, ვიცით იმ პერიოდში. მე-14 საუკუნიდან, აგი მე-15 საუკუნიდან. მაგრამ არის დიდი განსხვავება. ეს ეპარქია სებასტოპოლისის, სოხუმის ეს არის უშუალოდ გენუის მიტროპოლიის შემადგენლობაშიანი. ანუ ის კი ცალკე კი არის რაღაც სხვა ტერიტორიაზე, სხვა ქვეყანაში დაარსებული. არა, ეს უშუალოდ მის შემადგენლობაშია და ესეთი სუფრაგანი ეპარქია ქვია, სუფრაგანი ეპისკოპოსები, ესენი უშუალოდ, ანუ არიან იმ გენუის სამიტროპოლიო ეპარქიის ნაწილი. ესე ძალიან საინტერესო ფაქტი არის. ეს თუ აი რატო ავირჩიეთ ეს თემა, რომ ჩვენ თემა ძალიან ვრცელია, ხა ძალიან მოკლე ნაწილს არ მოადგენ.
გათვლილია თქვათ რომ აი ესეთი სტუდენტებისათვის დაინტერესებული ადამიანებისთვის რომ მქონდეს ეს PowerPoint-ია გაკეთებული. ეხლა კონკრეტულად ამ თემას. საერთოდ ესე ითვლება რომ აი თქვათ ეს რელიგიური ომები, ჯვაროსნების ლაშქრობები და განსაკუთრებით აი ამ საბჭოთა პერიოდში და პოსტსაბჭოთა პერიოდში აი ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმ ინერციით მიდის სწავლება და ეხლა ესე გონია რომ აი ესე იგი რა საშენებას ჩადიოდნენ თქვათ კათოლიკეები, რომის პაპი, ჯვაროსნები. სიამოვნებაში აი როცა კარგად ჩავხედავთ ისტორიას ვნახავთ რომ აქ რელიგია კი არ წარმართავს პოლიტიკას, პოლიტიკა იყენებს რელიგიას და უფრო მეტიც ამ შემთხვევებში იმ თემაზე რაზეც საუბრობდა. სხვა მრავალი შეგვიძლია ვთქვათ რომ სიამოვნებაში ეს კომერციული მიზნები, ფინანსები, ბიზნესი ის წარმართავს პოლიტიკასაც და საერთოდ აი ამ საზოგადოების განვითარებაზე აქვს თავარი, ისე ვთქვათ, რომ თავი როლი ეკისრება. აი ახლა მოკლედ აი ამ პერიოდს შევეხები უკვე იმპერიის გაყოფის შემდეგ ეს შავი ზღვისპირეთი, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთით ეს ზღვისპირეთი ბიზანტიის, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის გავლენის ქვეშ არის, მაგრამ ვაჭრობა ნელ-ნელა ამოჩნდა ვენეციელების ხელში. რატო ახლა ესეც არ არის რაღაც ისეთი უცნაური, იმიტომ რომ ვენეცია სიამოვნებაში ოისალკე სახელმწიფო არ არის, არა, დოჟი ანუ ჰერცოგი მართავს და მისი თქვია ის არის ითვლება ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში იმპერატორის ვასალი არის, ხო? ამიტომ ისინი კონსტანტინოპოლში თუ ჩადიან, ვაჭრობენ რა, ის თავის ქვეყანაში არიან, სხვა უცხოეთში კი არ არიან. მაგრამ აი რაღაც უფრო მეტი თავის ნიჭერები, თავის კომერციული ნიჭი ქონათ რა იყო, მათ ხელში ჩაიგდეს ვაჭრობის დიდი ნაწილი ამ თელ რეგიონში, რაც იწვევდა თქვათ იმ ადგილობრივი ბერძნების და იმათ უკმაყოფილებას, იმიტომ დიდი თანხა მაინც გადიოდა ვენეციაში იქ არჩებოდა. ამისათვის თქვათ იქ რამდენიმე იყო ესეთი, როცა შეზღუდვა განახორციელეს თქვათ ბიზანტიის იმპერატორებმა, იმას ორი ომიც მოყვა ვენეცია ბიზანტიის. მეორე ომზე შევჩერდების 1171 წელს იყო, როდესაც აი ესეთი ბრძანება გამოვიდა იმპერატორის და ერთდროში დაერიანა ვენეციელებს მარტო კონსტანტინოპოლში იმპერიაში 10,000 ვენეციელი ცხოვრობდა. ნუ თავის სავაჭრო სახლებით, იმით გემებით დააპატიმრეს ათასობით ადამიანი ჩამოართვეს ეს ქონება არბევდნენ, გემები ჩამოართვეს და მოყვა შემდეგ ომი და აი ეგ ჩნდება ერთი ფიგურა, რომელიც შემდეგ ძალიან შეცვლის სოფლიოს განვითარებას. ის თავიდან იყო სავაჭრო ოჯახის სახლის წარმომადგენლები იყვნენ ისინი ვენეციაში, ეს არის ენრიკო დანდოლო. ბიზანტიის ისიც მისი ძმა ეს ოჯახის წევრები ამ საქმიანობაში იყო, დიდი ბიზნესი ჰქონდათ თელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. და აი ამის შემდეგ ომი რო დაიწყო, მაშინ მიხვდა ეს იმპერატორი რომ ეს ძალიან ზარალი იქნებოდა ისევ ბიზანტიისთვის და არა ვენეციელებისათვის და საზავო მოლაპარაკების დროს აი მაშინ ენრიკო დანდალო როგორც ვენეციის ელჩი იღებდა მონაწილეობას და შემდეგ არის ხა წყაროები ხა ეს ისტორიული დოკუმენტებით არ მტკიცდება, მაგრამ ნუ ესეთი გადმოცემა არის, ნუ დაბრმავდა ეს იქ, ნუ მოლაპარაკების დროს ეთყობა ძალიან პრინციპულად იყო იმპერატორმა მინის ნამსხვრევი ან მინის თქმილი შეაყარა და დაბრმავდა. მეორე ვერსიით, როცა გამოდიოდა თავს დაესხნის ბერძნები და თავში ნუ კეტი ჩაარტყეს და აი ამ დარტყმისგან დაბრმავდა. მაგრამ შემდგომ ხდება ის უკვე ხდება უკვე დოჟი და აი ეს ნუ პირადი შურისძიება და საერთოდ ეს პოლიტიკური მიზნები რაც არის განაპირობებს მის ამ საქმიანობას. მან შეძლო იმდენ დაემთხვა ეს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა მზადებოდა, მაგრამ ისოაც არ იყო ბიზანტიის წინააღმდეგ მიმართული, იყო თქვა უფლის საფლავის გათავისუფლებისათვის, საერთოდ ალექსანდრიაში იყო დაგეგმილი, რომ ჩასულიყვნენ ეს რაინდები, მაგრამ გემები ვისთვის უნდა გამოერთვიათ ვენეციისთვის. ხა ფული არ ქონდათ, ხა 85,000 ოქროს დუკატი, ეს ძალიან დიდი თანხა არის ხა დღევანდელი კურსით რო განმოვიტანოთ და ამისათვის ხა კი დათანხმდა ეს ენრიკო დანდოლო, მაგრამ სამაგოდ რაღაც პირობებით წაუყენა და პირობებში ერთი ის იყო, რომ თანხა რო არა გაქვთ, აი ეგ დღევანდელი ხორვატიის ტერიტორიაზე ეს ქალაქი ზადარი, აი ის ნუ დაიფყარითო და ჩვენ გადმოგვეცით.
ამის წინააღმდეგი ეს არის ამის ზოგი დოკუმენტური მასალები, რადგანაც იმ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ამას მალავენ საერთოდ. პაპე ამის წინააღმდეგი იყო. მან საერთოდ ეს როცა აიღო იმ ქალაქის აღება, იქვე ადრიატიკაზე შორს არ არის, ხო, იმ ტალის გადმოღმა. მაშინვე განკვეთა ისინი აქვე ეკლესიისგან, ანუ ახლა მეტი რა უნდა ექნა პაპს, მაგაზე დიდი სასჯელი არ არის, ხო, ზიარებას რო არ მიიღებს ქრისტიანი. ეს წერილი რო გაუგზავნა ბულა. ხო, ისინი ჯერ გზაზე არიან, ერთ წელი მეტი დაჭირდა იქ ჩასულას. ხო, გზაზე ნუ თან ფულსაც ესე თქვა ჩოულობენ. აი ამათ ვენცინებმა დაუმალეს ეს პაპის ეს კომუნის ეს დოკუმენტი. დაუმალეს, იმიტომ რომ ნაწილი რაინდების იქ არის გვარებიც არის ფრანგები, იტალიელები, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ, თქვათ, იმ ქრისტიანული ქალაქის ესე თქვათ გაძარცვის. დაუმალეს საბუთი მერე უკვე ერთი წლის მერე მოახერხეს, რომ ესე იგი ეს კომუნია მოახსენებინეს პაპს. და ფაქტობრივად იმ 1204 წელს კონსტანტინოპოლის თქვათ აღების შემდეგ და ლათინთა იმპერია რო იქნება, ვენეციელთა ხელში აღმოჩნდა მთელი ვაჭრობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის შავი ზღვა, აზოვის ზღვა, აი ამ ტერიტორიებზე მათ ეს გენუელები საერთოდ განდევნეს იქიდან. ნუ თავისი ამ კომერციული მიზნებიდან გამომდინარე. შემდგომ ხედავთ უკვე გენუელები ჩაერთვენ აი ამ პოლიტიკაში და მათ მოახერხეს 1262 წელს კონიის იმპერატორ მიხეილ მერვესთან გააფორმეს ნიმფეუმის ხელშეკრულება, რომ უნდა დახმარებოდნენ ისინი, მართლაც უნდა რაღაც დონეზე დაეხმარენ კიდეს და ლათინები გამოდევნეს კონსტანტინოპოლი და მერე გენუელები შევიდნენ და უკვე მათ ხელში გენუელები და პიზელები ერთად არიან, ეს ვაჭრები, მათ ხელში გადავიდა უკვე მთელი ეს ტერიტორია და ეხლა გადავიდეთ უკვე აი გენუელები შავი ზღვის პირეთში. პირველი ესე იგი აქ არის წარმოდგენილი კაფა დღევანდელი ფეოდოსია ყირიმის ტერიტორიაზე, ეს არის მთავარი ცენტრი გენუელებისა, რომელიც პრინციპში მათ ეს შეისყიდეს. ეს არ დაუბრუნეს, ეს შეისყიდეს ოქროს ურდოსგან, მონღოლებისგან იყიდეს. მონღოლებსაც რა თქმა უნდა ჭირდებოდათ ეს საერთაშორისო ვაჭრობა და ეს საშუალება მისცეს თქვათ შემდეგი თუ შეიძლება ეს რაც არის შემორჩენილი, სამოთ ეს ყველაზე კარგად არის შემორჩენილი დღევანდელი სუდაკი, არა ეს აი ეს გალავანი ყველაფერი ეს იმ კოშკი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონა არის დღეს თქვათ ყირიმში ამ გენუელების ყოველ სხვა შორის საფოსტო მარკებიც არის დაბეჭდილი უკვე უკრაინის დროს აი ამ ციხესიმაგრის ისინი ნანგრევები კი არა კარგად არის შენახული აღმოჩნილი ეს კოშკები და თქვათ გალავანი. ასევე უკვე ხა ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანი ისინი ქვევით იწევენ და მაშინათვე თქვათ აი ამ მე-13 საუკუნეშიც ხედავთ ეს მე-14-ის დასაწყისში საქართველოს თქვათ ტერიტორიაზეც შემოვიდნენ და ჩნდება იქ დასახლებები. პირველი ეს არის განთიადი ქვია იმ სოფელი ხო ეს ქალაქი არის ალბათ თუ ვინც ნამყოფი ხარ თუ იცით ეს არის უშუალოდ საზღვარზე. ნუ დღეს ახლა ბოლო 30 წელი ეს ქვია ცანდრიფში. იქ არის შესანიშნავი თქვათ შემონახულის ნაგებობა, რა თქმა უნდა ის გენუელებს არა უგიათ, მაგრამ იქ სანამ იყვნენ 200 წელი ის მოქმედი ეკლესია იყო და უამრავი არქეოლოგიური გათხრები არის. იმ პერიოდში სადაც არის გენუელების ვენეციური თქვათ ის ჭურჭელი ექსპორტი რაც შემოდიოდა იმ ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი. აქვე არის შემდეგ თქვათ გაგრა, პიცუნდა, ახალი ათონის შემდეგ თუ შეიძლება. აი ეს არის ანაკოფი, ესეც არის ძალიან კარგად შეუნახოთ, აი ეს უკვე ბოლო. ის რესტავრირებულია სხვაში, რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია, გარედან არის მოპირკეთებული, ისე როგორც აი ეს გენუაში მიღებული იყო გენუის არქიტექტური, დეტალური არქიტექტური, მგზავსი კოშკია. სადაც მგზავსება ჩვენ შეიძლება ვნახოთ სვანურ კოშკებთანაც. ხო ამ გზავსებენ რომ ის არის აი ტოსკანაში რაც შენდებოდა იმ პერიოდში, რა იმის არქიტექტურულ გეგმაზე არის აგებული. ანაკოფია და სებასტოპოლისი. ახლა ნუ ქართულ წყაროებში ცხუმი, სოხუმი დღეს
ეს სახელი დიოსკური ერქვა შემდეგ ბერძნების დროს, შემდეგ ეს უკვე ლათინების რომის იმპერიის დროს ეს სახელწოდება დღესაც თქვათ იმ ლათინური კათოლიკური ეკლესიის ესეთი ყოველწლიური გამოდის ხოლმე ანუარი პონტიფიჩიო, იქაც ეს დღემდე ითვლება როგორც სატიტულო ეპარქია. ანუ სატიტულო რას ნიშნავს? როდესღაც იყო არსებობდა ესეთი კათოლიკური ეპარქია, მერე თქვათ ის გაუქმდა, მაგრამ იმ სიაში ჩამონათვალში იქ არის ეგ სია როგორ არის? არის მოქმედი ეპარქიები და არის სატიტულო, რომელიც იყო, მაგრამ იმას ეკლესია არ აუქმებს. თulis რომ იყო და როდესაც შეიძლება ისევ აღსდგეს. აი იქ არის საკმაოდ დიდი ეს სია და იქ არის ეს შემდეგი თუ შეიძლება აბაზგის სებასტოპოლისი იმაში არის შეტანილი. აი აქ 1318 წლიდან უკვე ეპისკოპოსი გამოგზავნეს ის ანუ რატო ესეც საინტერესო რატო აიღეს სოხუმი ფაქტობრივად იმ ცანდრიფშიდან განთიადიდან ბათუმის ჩათვლით აი ამ ტერიტორიაზე ყველგან არის ამ გენუელთა ეს სავაჭრო სახლები და ნუ რა თქმა უნდა ეკლესიები ყველაფერი და რატო აიღეს სოხუმი სოხუმი იმ პერიოდში არ არის ესე გამორჩეული ქალაქი როგორც ფოთი არაფრით არ არის იმაზე არც დიდია არც მნიშვნელოვანი მაგრამ აიღეს ის და აი ხა მერე დამაინტერესა და ნახე ალბათ ვფიქრობ აი ამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ცენტრში არის ის ფაქტობრივად რომ ეს არის ცენტრი ანუ იქიდან ბათუმამდე ჩასვლაც და იმ ცანდრიფშამდე დაახლოებით ერთი მანძილი და რახან ცენტრი იყო იმიტომ შეირჩეს სებასტოპოლისი და აი აქ თითქმის 200 წელი ეს ეპარქია მოქმედებს. ეპარქია ემორჩილება იმ კაფას, აი თავიდან აღნიშნეთ, ფეოდოსიან დღევანდელი ყირიმში, იმის არქიეპისკოპოს, როგორც სუფრაგანი ეპარქია, ხოლო ის შედის ვენეციის და გენუის მიტროპოლიაში, ანუ ის მისი შემადგენელი ნაწილი, ანუ ის რაღაც ცალკე კი არა. აი აქ თუ ავიღებ და იმ ისევ დაუბრუნდებით და თბილისის ეპარქიას, რომელიც აი გიორგი ბრწყინვალის დროს 1329-30 წლებში პაპის ორი დიდი ბულარი გამოსული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის არ არის სატიტულო სიაში არ არის. იმან იარსება იქ 150 წელი, მერე გადაიტანეს. ანუ ის კი არ გაუხსნა, კი არ დაიკარგა, უბრალოდ გადაიტანეს და ის ენვერში იყო დღევანდელი იზმირია თურქეთში, სმირნა. ის ეპარქია გადმოიტანეს, რახან იქ თქვა თურქებიდან შევიწროება იყო და ეს ედვად აი პლაცდარმი იყო, გზაზე იყო. რა მიზანი ჰქონდა მაშინ წმინდა საღდარს კათოლიკური ეკლესიას რომ ქრისტიანობა გაევრცელებინა მონღოლებში. და ამიტომ ეს რახან გზაზე იყო, აქედან მე ირანი ის პირდაპირ მიდიოდნენ იქ, აი ესეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ანუ თბილისი იყო ესეთი სამისიონერო საერთაშორისო ეკლესიური ცენტრი. მაგრამ რაც შეეხება სოხუმს, ეს არის იმ ვენეციელებმა დაარსეს ვენეციის მიტროპოლია და მისი უშუალოდ შემადგენელი ნაწილი არის. დიდი განსხვავება არის ამ ხრივ, აი ფუნქციური ის რა ვიყოთ რა დანიშნულება. შემდეგი აი ეს არის ცანდრიფშის ტაძრის ნანგრევები დღეს. ძალიან დიდი ტაძარი არის. შემდეგი თუ შეიძლება. ეხლა კვალი აქვს. ხო, ნუ ძირითადად რითი ვაჭრობენ. რა თქმა უნდა, ისინი ვაჭრობდნენ ყველაფრით, იმიტომ ხარე მაინც ისეთი იყო ექსპორტს საჭიროები და მარილიც კი არის. ხო, ერთგვარი უბედურება, ხო, რომ მარილი არ იყო, ისიც უნდა ექსპორტი შემოიტანათ, რა ქვია, უცხოეთიდან და თითქმის მონოპოლი ევროპაში ჰქონდათ გენუელებს, ახლა ვინც კრაკოვში ნამყოფი ხართ პოლონეთში, იქ არის ძალიან ცნობილი ეს მარილის საბადოები და იქაც როცა ის პოლონეთის მეფემ თქვა ეს საბადოები აღმოაჩინეს და მისი ესე თქვა ამოქმედება უნდათ ზუსტად ეს გენუელები მოიწვიეს ანუ ისინი ამუშავებდნენ და 1/3 იხდიდნენ და დაანჩენი 2/3 იმიტომ მთელ ევროპაში იმ მარილით აქვია ვაჭრობდნენ მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ადამიანებით ვაჭრობა რაც იმ ხანათაც მანამდეს იმ ხანებში და მე ვხედავ მე-19 საუკუნეში ჩვენ გვაქვს ამის ფაქტები ამ შავი ზღვისპირეთში ადამიანებით ვაჭრობა რომელსაც ნუ ესეთი ერთ-ერთი დიდი ნაწილი ეკავა ამ საერთო კომერციულ საქმიანობაში
ნუ ვაჭრობენ ძირითადად ესენ კი არ იტაცებდნენ, ეხლა საერთოდ კითხვა დგება, რომ აი რაღაც ესე უარყოფით კონტექსტში. არ არის ეს უბრალოდ ვაჭრებია ის ადგილობრივი გავლენიანი ხალხი ეხლა თქვათ იმ ჩერქეზეთში ადიღიაში ისინი ვაჭრობდნენ ამ ხალხი, იმიტომ რომ სხვა და ისევე საქართველოს ტერიტორიაზე ხო ცოტა უფრო მოგვიანები ჩვენ ხედავთ უკვე ოსმალების პერიოდში ეს ერთ-ერთი სხვა მეტი ესეთი ბიზნეს საშუალება არ სხვა რა უნდა გაეტანათ ხო პროდუქტს წარმოება არ იყო რა უნდა გაეტანათ და თან ნახე ეს რა მონგებიანი იყო არაფერი არ ეხარჯება ამ ადამიანებზე ხო იმ თქვა ვიღაც თავადია თუ ვინცა გადავედო და მეზობლად მოიტაცებდა უკვე ამ დასრულ ადამიანებს და ჩაიყვანდა იმ თქვა პორჩი სადაც ეს ვაჭრები იყო იმაზე ყიდნენ მაგრამ ერთი მომენტი იყო რომ კანონით აკრძალული იყო ქრისტიანებით ვაჭრობა. იმიტომ ხა მონოვაჭ ეხა დღევანდელი გადასახედიდან სხვა, მაგრამ მაშინ ჩვეულებრივი ესეთი საქმიანობა იყო, მაგრამ როცა თქვა ქრისტიანს ყიდი, არა ქრისტიანზე, ეს არის ორმაგი ესე თქვა ცოდო, იმიტომ რომ მის სურსაც გაწირა, ანუ მარადიულად რო მის სურს წერა, იმიტომ რომ იმას ვინც ყიდულობდა, ნუ თქვა იმ თავის რელიგიაზე გადაყავდა. ძირითადად ეს იყვნენ მონღოლები, ოქროს ურდოში და ნუ თქვათ შემდგომ როცა ესე იგი ეს ოსმალეთის იმპერია ყალიბდება ძირითადად მომხმარებლები იყვნენ ოსმალეთში და ეგვიპტეში ინტო ეს ძირითადად ჩერქეს ყმაწვილებს ახალგაზრდებს ყიდულობდა იმ მამლუქების ჯარში რომ ემსახურათ და შეიძლება ცოტა არაეთიკურია ჩემგან მაგრამ შეიძლება ბევრად უკეთეს პირობებში აღმოჩნდებოდა ეს ადამიანი, ვისაც იგაყიდნენ, ვიდრე თავის, თქვა ნახევარ მშიერ იმაში, ხო, ქვეყანაში. იმიტომ რომ ახლა დავფიქრე, ვინ ყიდულობდა? ხო, მდიდარი ადამიანები ყიდულობდნენ. მათ ის რაღაც მინდორში ეგ სამუშაოდ ხო არ ჭირდებოდა, ძალიან ძვირი იყო, ხო? რისვით ჭირდებოდა? ან თქვა ქალები იმაში ჰარამხანაში, ხოლო ეს მაწვილები იმ მამლუქების ჯარში, სადაც ძალიან დიდ წარმატებებს ახსენებდა. მაგალითად, ეხლა ის რო არ მოეტაცეს შინჯიკაშვილი. ხო? იქნებოდა აქვე მარტყოფში ჩვეულებრივი ნახევრად მშიერი გლეხი. იქ იყო ეგვიპტის მთელი ამ ერაყის ჯარების სარდალი და ერაყის გამგებელი. და 1819 საუკუნე 29 წელს მარტყოფში აქ უბრალოდ თბილისის გუბერნატორს უგზავნის წერილს და ფულს რომ მარტყოფში ეს ეკლესია დღესაც არის დეჩემი დაბერდა და შორს ვერ მიდისო ან ნორის ეკლესიაში ვერ მიდისო შორსო და იგვე სახლთან ეკლესია აუშენეს და აუშენეს სახლის გვერდზე ეკლესია ამ შვილის გამო დღესაც არის ტაძარი მარტყოფში შეგიძლია ჩახვიდეთ თვითონ დიდი სოფელი ერთ-ერთი დიდი სოფელი იქ სოფლის ცენტრში არის ასევე ძალიან ბევრი აქედან გაყიდული ეგვიპტეში იყვნენ მთელი რაღაც იყო პერიოდი, რომ იყვნენ ისინი მამლუქების რა სარდლები. ასევე ბევრი იყო ქალები მე-18 საუკუნეში ვალიდე სულთნები, ანუ სულთნის დედები, ისინი მართავდნენ ოსმალეთის იმპერიას. ხო იყო იქ ძირითადად ან ჩერქეზები იყვნენ, უფრო მეტი რა თქმა უნდა ჩერქეზები და ან თქვა ქართველები. დღესაც კი იორდანიის სამეფო დაცვა რაც არიან ეთნიკურად ჩეჩნები. აი ეს იმ ჩოხებით იმით დღესაც ანუ ეს მე-19 საუკუნიდან ხო ჯერ მეფე იყო დღესაც კი ისინი არიან ეს არის უკვე როგორც შვეიცარიის გვარდიელები თქვა ვატიკანში ისე არიან ამიტომ არ არის გასაკვირი ამდენიმე წლის წინ 15 წლის წინ დაახლოებით როცა გროზნოში მეჩეთი ააშენა თქვა იმ გადეროვა მამისის სახელზე ის მეფე იყო ჩამოსული რა ქვია ამ მეჩეთის გახსნა ზუსტად იმიტომ რომ ეს ის დაცვაში არიან ის. კარგით, გავაგრძელოთ ეს უბრალოდ აი ამ მონობით ვაჭრობასთან დაკავშირებით, შემდგომ უკვე მე-15 საუკუნეში ოსმალეთი ძლიერდება და მოხდა ნელ-ნელა მათი განდევნა. განდევნა რომ მოხდა ამასაც თავის ახსნა, კარგად უნდა შევხედოთ. იმიტომ კი არა რომ რაღაც რელიგიურად ის მეჰმედ მეორე ქრისტიანებს ვერიდან არ არის. სხვა შე დედამის ქრისტიანი იყო და ბერძენი იყო და იმ გარემოში აღზრდილი იყო ბერძნულის ძალიან კარგად იცოდა. და ესეთი რაღაც და მით უმეტეს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ჩვენ ხედავთ რამდენიმე წელი გავალ ნაწილი ეკლესიები უკან დაუბრუნდა.
ერთ-ერთი ყველაზე სოფლიოში ყველაზე რელიგიურად ტოლერანტული ქვეყანა იყო ქვია ოსმალეთი. მაგრამ აქ რატო იწყებენ ესე თქვა? რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური კომერციული მიზნებია, მაგრამ არის კიდე ერთი მომენტი, აი სანამ ტრაპიზონის იმპერიას აიღებდა 50-იანი წლების ბოლო 1400 წელი 56 წელი, როდესაც აქ იწყებს უზუნ ჰასანი არის ირანის მეფე, ის არის ჩართული საქართველოს მეფეც ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი, ესენი იქ თქვა დელეგაციას აგზავნიან, თქვა საფრანგეთში, ევროპის ქვეყნებში პაპს შეხვდნენ, რომ უნდათ კოალიცია ჯვაროსნული ლაშქრობა ამ ოსმალების წინააღმდეგ რომ კონსტანტინოპოლიდან გავდებდოთ. აგონიათ რომ იქ მეჰმედ მეორე იქ რო იჯდა, მას დაზვერ არ ქონდა, ინფორმაცია არ ქონდა, ზუსტად ამან დააჩქარა, რომ დაიწყო თქვა აი ამ ევროპული ცენტრები რაც იყო შემორჩენილი, მათი ესე იმ პერიოდიდან იწყება, აქედან მათი განდევნა და ნუ თქვა აი სადაც 1475 წელი ხედავთ რომ ეს ფაქტორები და ეს ეპარქიაც დაიხურა და ნუ შემდგომ წლების მანძილზე არ იყო, თუმცა უკვე მე 17 საუკუნეში შემოდიან იქ კათოლიკე დომინიკელთა ორდენი ყირიმში, კაფაში და არის ერთ-ერთი იმათი იმის სასულო პირის ჩანაწერები აი 1600 წლებია რომ ეს ქრისტიანებიო კიდევ არიან შემორჩენილიო აი აქ ამ შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩერქეზები და ანუ ესე იგი მათ უკვე დაკარგული აქვთ ის რაღაც შერეული ოჯახების წარმომადგენლები ნუ კულტურულად ყველაფერი არიან ჩერქეზები მაგრამ არიან კათოლიკე ქრისტიანები კიდე ესე იგი აი ამის შემდეგ დაახლოებით 200 წელი კიდევ ის ქრისტიანობა იქ შემორჩენილი იყო ნუ აი ესეთი სურათია შემდეგ გადავიდეთ ეს მეორე თუ შეიძლება დღევანდელ დღეზე ეს არის სოხუმის კათოლიკური ეკლესია წმინდა სიმონ კანანელის სახელობისა. მე-19 საუკუნეში პოლონეთის აჯანყების შემდგომ იცით რომ აქ მრავალი ამდენიმე 1000 პოლონელი ვარშავის აჯანყების მონაწილეების შემდგომ კიდე აი ესე პოლიტიკური მიზნით ასახლებდნენ აი ესეთი ამ განაპირა რეგიონში რაც მაშინ იყო კავკასია. ხო ესეთი როგორც ისინი ეძახდნენ ველურების აქვია მხარეში. და ახაც ხო ბევრი ხო ყველა ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურე იყო და იქ სადაც ეს პოლონელები იყვნენ მათ რა თქმა უნდა თავისი კათოლიკური სამლოცველოები ჰქონდათ ერთ-ერთი არის ესეთი ჩდება სოხუმში ეს ხოაშორის ეს ახალი აგებული არის ნუ სამრეკლოს არის რასაც ხედავთ საბჭოთა პერიოდში რა თქმა უნდა ეკლესია დაიხურა პოლონელები იყვნენ დიდი რეპრესიის ქვეშ აი 30-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში იწყება პოლონური პოლიტიკა რომ ჩათვალეს რომ ეს არის მტრული სახელმწიფო ესენი არიან თქვა ფაშისტები ის და მაშინ სხვაშორის აი გერმანიასთან ბევრად კარგი ურთიერთობა იყო 30-იან წლებში ვიდრე პოლონელებთან და ამიტომ კათოლიკე ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ კათოლიკები ერთი რომ ეთნიკურად რომ პოლონელები არიან და იმის შპიონები, ხო? და მეორე კიდევ ნუ კათოლიკები, რომელიც ეკლესია მიუღებელი იყო საბჭოთა რეჟიმისაც. ამიტომ ის 30-იან წლებში ტაძარი დახურეს და მერე უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ შესაძლებელი გახდა მისი, რა ქვია, აღდგენა. შემდეგი აი აქედან გავიდე. და აქ არის საინტერესო, უკვე როცა ეს 60 კილო ადმინისტრაცია, ანუ მართლობა კათოლიკური გასულ წელს 30 წელი აღინიშნა ამ კათოლიკური მართლობისა სამხრეთ ესე ქვია, სამხრეთ კავკასიაში, ეს არის რომის პაპის წარმომადგენელი, გუშინ ბრძანდებოდა მეუფე ჯუზეპე, ეს არის რომის პაპის პირდაპირ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, სადაც შედის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი შედიოდა, მაგრამ რაღაც გასაგებია ახლა იმ ურთიერთდამოკიდებულების გამო არ უნდა თუ ერთი მასში ყოფილიყო, აზერბაიჯანი ცალკეა და სომხეთი, საქართველო არის ამ ადმინისტრაციაში.
და ზუსტად ამიტომ რა თქმა უნდა ის რომ უკვე ესე თქვა საერთაშორისო არ ქვია ქართული და ქვია კავკასიის ის ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ხელისუფლება სოხუმში წინ ვეღარ აღუდგა და ეს არის გამონაკლისი შეიძლება ითქვას ასევე ევანგელური ლუთერული ეკლესია მისი წარმოადგენელი პასტორი კტორი აქარი და მევესალმები აი ეს ორი ეკლესია რომელიც 2000-იან წლებში აღდგა და ისინი იურიდიულად არიან ამ თბილისში ყოფი ამ ეპისკოპოსების იურისდიქციაში ეს ევანგელური ლუთერული ეკლესია და ეს კათოლიკური ეკლესია სხვა შორის არის თითქმის მეზობლად არის ერთი ღობით არიან გაყოფილი ანუ ეს ტოლერანტობა ეკუმენიზმი ყველაზე კაი მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ რომ სოხუმში არის ესე იგი ერთად ჭიდრო თანაცხოვრობა აქვთ ამ ორი კონფესიის წარმომადგენლებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვა შორის ზედი ეჟი პილუსი ვინც აი სურათზე თუ ჩანს აი ცოტა გამოსდის არის პოლონელეს ეთნიკურად რომელიც აქ ჩვენ ეკლესიაში იყო ჩვენ და საქართველოში იყო ჩამოსული და ეპისკოპოსმა ის გაგზავნა ბაქოში რომ ასევე აღედგინა კათოლიკური თემი არანაირი ინფორმაცია არ უბრალოდ იცოდე რომ იქ ბაქოში რევოლუციამდე რევოლუციის დროსაც საბჭოთა პერიოდში 30-იან წლებამდე კათოლიკები იყვნენ მე გამქრალი აი ჩავიდა და ამ კაცმა შეძლო რამდენიმე წელიწადში სადღაც 400 კაციანი თემი შექმნა აი ესე არაფრისგან ჩავიდა კარდაკარ დადიოდა მოძებნა ის პოლონელები ჩამოლები ისე უკვე აზერბაიჯანელებიც არიან რამდენიმე ვინც თქვა ქრისტიანობა მიიღო და 2001-ში როცა რომის პაპი იყო ჩამოსული მაშინ თქვა ის ალიევი შეხვდა ეს ძალიან დიდი ჟესტი იყო ხა წირვაზე არ დაესწრო მაგრამ ცალკე შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტს დღევანდელი პრეზიდენტის მამას და ქალაქის ცენტრში მან მიწის ნაკვეთი გადასცა საჩუქრად იქ დიდი კათოლიკური ეკლესია ბაქოში აგებული ხო და ასევე ხო იყოს ეს ფოტო აქაც მე რეჟი პილუსი გამოგზავნეს აქ და მან მოახერხა რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ხლა ესეთი სენსიტიური თემა მეც ხა ბევრ რაღაცას არ გავაჟღერებ რაც ვიცით არ შეიძლება მაგრამ ყოველ შემთხვევაში მრავალი ამ წინააღმობის და იმის გადალახვის შემდეგ მან შეძლო ну რა თქმა უნდა ვატიკანის ელჩის დახმარებით იმიტომ მაშინ გუჯეროტი იყო აქ ელჩი ის ორჯერ იყო იქ ჩასული შეხვდა ადგილობრივ მთავრობას მაგრამ მთავრობას რო შეხვდა ჯერ რეული უნდა ყავდეს ხო ისე ხო არ ტყვი აი კათოლიკები არ არიან და ტაძარი მოგვეცით არ გამოგცეს უნდა რეული იყოს ამიტომ ამ ეჟი პილუსის დამსახურება ის სურათზე მარცხა რომ გამონახე იქ რამდენიმე თქვა იმ კათოლიკების ჩამოვლები და სამრევლო შეიქმნა და მე უკვე ეს ტაძარიც ну რა თქმა უნდა უსასყიდლოდ გადასცეს და დაეხმარენ თქვა მის აღდგენაში იმიტომ ის თლიანი შენობა მომსპარი იყო იმას ეკლესიის სახე აღარ ქონდა ეპისკოპოსი არის აქ ფოტოზე ის ადგილობრივი მრევლის წარმოადგენელი თუ შეიძლება ის წინა დავაბრუნოთ ძალიან სახალისო არის ხა ნახეთ ეს თვითონ ეჟის სურათია სოციალურ ქსელში აბსოლუტური რომ ზარეული ვერ მოვიდა და მე მომიწეო ის წუნიანის მომზადება იმიტომ რომ ეს შაბათ კვირას მსახურების შემდეგ არის ესეთი ჰუმანიტარული ну რა ვქოთ დახმარება და რა ვქოთ უფასო სასადილო სადაც მოდიან იმის მიუხედავად ვინ რომელი აღსარებლობისა იქ ალბათ ნახევარზე მეტი ქრისტიანიც არ არის ხო ისინი დადიან და აქ თქვათ ამ სასადილო შემდეგი პოლონეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ეხმარება ხო მათი დაფინანსებით არის აქაც ის ძალიან საინტერესო უკან თუ შეიძლება იქ ვერძად ის პატარა ეზოა იქ თავის ტალავერი არის ვენახია იქ ყურძენს წურავს თვითონ არის ეს მოძღვარი და იმის მერე ზიარებისთვის ამ ღვინოს რა ქვია იყენებენ შემდეგი ეს ესე ძალიან საინტერესო ფოტოა ყველას უგამზიანი სოხუმი თუმცა იქაც მოდის თოვლი შემდეგი აი ეს გვერდზე ეს ჰუმანიტარული აქცია რომელიც ყოველკვირა არის იქ ეპისკოპოსი და ადგილობრივი სამრევლოს წევრები შემდეგი ეს და ეს ბოლო ფოტოა სამი დღის სიანდელი გადაღებული ამ ტაძრის უბრალოდ წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღე არის ვის სახელზეც არის ამ ტაძრის დღესწაული და ეს ფოტო მსახურება
არის გადაღებული, თქვათ იქ ეს შიგნით, აი როგორ არის ტაძარი აღდგენის შემდეგ როგორ გამოიყურება. აი ეს არის პრობლემები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ თავარია რომ ეს ტაძარი მოქმედებს და იქ ადგილობრივ კათოლიკებს არა მარტო სოხუმიდან, მთელი აფხაზეთის ტერიტორიიდან მათ საშუალება აქვთ რომ იმ ტაძარში, რა თქმა უნდა, ილოცონ. მადლობთ ყურადღების. მადლობა. დროში შავედით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ხოლმე ეს ისტორიები, რომ აფხაზეთთან კიდევ გვაქვს ასეთი კავშირები. თუმცა არის პრობლემები არის ჩასვლასთან დაკავშირებით. იქ თუ უცხოეთ ის მოქალაქე არ არის. არა, სხვები ვერ ჩადიან, იმიტომ ის ეპისკოპოსი და წინა ეპისკოპოსი ჩადიოდნენ ლუთერული ეკლესიიდან, იმიტომ რომ გერმანიის მოქალაქეები არიან. კენა ჩადიან პოლონეთის და თქვათ იტალიის მოქალაქეები, გულები ჩადიან, ნახეთ ფოტოზე, ის გულები საქართველოსთან არიან ჩასული. იქ ერთი მოდელია. მარტო აი ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არის. თუ გაქვთ კითხვები, ორი კითხვა, ერთი კითხვა შეგვიძლია გამოვიყენოთ დრო. თუ არა, მადლობა. მადლობა მოხსენებელს.